წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც სითბოსაც კი არ კარგავს ტყუილად. მანქანა, რომელიც შთამბეჭდავის სისწრაფის მიუხედავად ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ეკოლოგიაზე ზრუნავს. დღეს ვისაუბრებთ ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცვლილებაზე, ტურბო ჰიბრიდულ ერაზე, რომელსაც ფორმულა 1-ის სახე სამუდამოდ შეცვალა. ეს ყველაფერი 2014 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოდი ვნახოთ რა შეიცვალა და რატომ არის ეს პერიოდი ასე მნიშვნელოვანი. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. 2014 წელი ფორმულა 1-ისთვის იყო ტექნოლოგიური შოკი. ვერ ვისხმაურიანი ძრავები ისტორიას ჩაბარდა და სცენაზე გამოვიდა პატარა, მაგრამ გონივრული 1.6 ლიტრიანი V6 ტურბო ჰიბრიდული ძრავები. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ შემცირება. ეს იყო სრულიად ახალი ერის დასაწყისი. ახალი ძრავები ჰიბრიდული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდაწვის ძრავასთან ერთად მანქანას ჰქონდა ელექტრონული კომპონენტებიც, რომლებიც ენერგიას ინახავდნენ და ისევ იყენებდნენ. ასეთი ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია MGU-K და MGU-H. MGU-K შეუძლია ენერგიის აღდგენა მაშინ, როცა პილოტი მუხრუჭს საჭერს. ამ ენერგიას ინახავს ბატარეაში და შემდეგ ისევ იყენებს, დაახლოებით ისე როგორც ელექტრომანქანებში, მაგრამ საოცრად სწრაფად და ეფექტურად. MGU-H კი ენერგიას იღებს პირდაპირ გამონაბოლქვის გაზებიდან, იმ სითბოსგან, რომელიც ტურბინას ატრიალებს. ასე ბოლიდი ფაქტობრივად არაფერს კარგავს. ყველაზე მეტ კალორიასაც კი იყენებს უფრო სწრაფად სარბენად. ეს ტექნოლოგიები ერთად ქმნის ეგრეთ წოდებულ power units, ერთიან ენერგეტიკულ ბლოკს, რომელიც არა მხოლოდ შთამბეჭდავად ძლიერია და 1000 პლუს ცხენის ძალა აქვს, არამედ საოცრად ეფექტურია. მანქანები დაახლოებით 30%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ძველი ეპოქის დროს. ამ ტექნოლოგიამ ფორმულა 1 აქცია ერთდროულად ინჟინერულ ექსპერიმენტად და მაღალი დონის რბოლად. ახალმა ძრავებმა შემცირებული ხმაურით ბევრი გულშემატკივარი დააბნია. ფორმულა 1-ში დუმილი რაღაც პერიოდისთვის სერიოზული განხილვის თემად იქცა. თუმცა ამ რევოლუციის შემდეგ ფორმულა 1-ში დაიწყო ახალი ფაზა. არა მხოლოდ ახალი ძრავების, არამედ ახალი დომინაციის ეპოქა. 2014 წლიდან Mercedes-მა იმთავითვე დაამტკიცა, რომ ისინი არ იყვნენ უბრალოდ მზად ცვლილებებისთვის. ისინი შეიქმნენ ამ ცვლილებებისთვის. მიუხედავად ისა, რომ ძრავები ხმაურით აღარაა ისეთი შთამბეჭდავი, მათი ეფექტურობა წარმოუდგენელ დონეზე ავიდა. მაგალითად 2020 წელს Mercedes-ის ძრავმა 50%-იანი თერმული ეფექტურობა აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ საწვავის ნახევარზე მეტი ენერგია გარდაიქმნა, რაც გზის მანქანებისთვისაც წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ მიუხედავად დაკარგული დეციბელებისა, ეს დუმილი მხოლოდ გარეგნულია. შიგნით კი ინჟინერების ტრიუმფის ხმაური გუგუნებს. და თქვენ არჩევანი რომ გქონდეთ ძველი ხმაურიანი ძრავები თუ ახალი ჰიბრიდული და ეკოლოგიური, რომელს აირჩევდით და რატომ? Mercedes-მა ეს ცვლილება წლების წინ იგრძნო. ჯერ კიდევ წესების ამოქმედებამდე ინჟინერები საიდუმლოდ მუშაობდნენ ჰიბრიდულ სისტემაზე. როდესაც 2014 წლის სეზონი დაიწყო, ისინი უკვე ტექნოლოგიურად ყველაზე წინ იდგნენ. მათი power unit-ი იყო ყველაზე ეფექტური, ყველაზე საიმედო და ყველაზე მძლავრი. 2014 წელს Mercedes-მა მოიგო 19 რბოლიდან 16. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. Mercedes-მა შექმნა ბოლიდი, რომელიც არა მხოლოდ სწრაფი იყო, არამედ ის ყოველთვის პირველი მიდიოდა ფინიშამდე. Lewis Hamilton და Nico Rosberg. ორი ძლიერი პილოტი, მაგრამ ერთი ბოლიდი. მათ შორის შიდა ბრძოლა ისე დაიძაბა, რომ 2016 წელს როსბერგომ მსოფლიო ტიტულის მოგების შემდეგ კარიერა დაასრულა. როსბერგმა ტიტული მოიგო და მეორე დღესვე გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მისი კარიერა დასრულდა. ფსიქოლოგიური წნეხი და ბრძოლა მეგობარ მტერთან, ჰემილტონთან მისთვის ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. როსბერგის წასვლას და ზოგადად ამ სეზონის სრულ განხილვას მოგვიანებით სხვა ვიდეოში განვეღწევ. მანამდე კი თქვენი აზრით, რამდენად სწორად მოიქცა როსბერგი? დაწერეთ კომენტარებში. ამ პერიოდში Mercedes-ის ტექნიკური უპირატესობა არა მხოლოდ ძრავში, არამედ აეროდინამიკაში, ენერგიის მენეჯმენტსა და ბალანსში იყო. მათი ბოლიდი იყო არა მხოლოდ ძლიერი, არამედ გასაოცრად საიმედო. 2017-დან 2020 წლამდე Lewis Hamilton დადგა კარიერის ზენიტში. მან მოიგო ზედიზედ 4 ტიტული. ბოლიდიც კარგი იყო, პილოტიც ბრწყინვალე. და შედეგიც აშკარა. მსოფლიო ჩემპიონატში ერთი გუნდი და ერთი პილოტი დომინირებდნენ. Mercedes-ის ჰეგემონია გავდა შუმახერის და Ferrari-ის ეპოქას 2000-იანებში. რა გააკეთა Mercedes-მა სხვებზე უკეთ? მათ ჰქონდათ ყველაზე ძლიერი power unit. მანქანის აეროდინამიკა იდეალურად ერგებოდა ბალანსს. სტრატეგიული განყოფილება მუშაობდა საათივით. ტაქტიკები, პიტსტოპები, ბოლის მართვა. Hamilton-ის გამოსვლება და რეაქცია იმ მომენტში, როცა ყველაფერი წყდებოდა. Hamilton-ის ტექნიკური უკავშირი გუნდისთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. ხშირად მისი კომენტარები პირდაპირ შთააგონებდა ინჟინერებს გადაწყვეტილების შეცვლაზე. ის იმ პერიოდში უკვე არა მხოლოდ მრბოლელი, არამედ ბრენდი გახდა. მისი სოციალური აქტივობები, სტილური იმიჯი და სიმტკიცე მას ნამდვილად კულტურულ ფენომენად აქცევდა.
მას ხშირად აფასებენ როგორც ყველა დროის საუკეთესო პილოტად. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? მაგრამ ყველა იმპერია ოდესღაც ინგრევა. 2021 წელს Red Bull-მა და Max Verstappen-მა Mercedes სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. სეზონის ბოლო-ბოლა აბუ-დაბის Grand Prix ალბათ Formula 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო და ემოციური იყო. ბოლო წრეზე Max Verstappen-მა გადაუსწრო Hamilton-ს და პირველი ტიტული მოიპოვა. ტიტული, რომელიც 7 წელი Mercedes-ის საკუთრებად ითვლებოდა. უსაფრთხოების მანქანის უკან გადაყვანილი მანქანების რაოდენობა, ბოლო წრის სტარტი და მხოლოდ ერთი შანსი გადასწრებისთვის. ეს ყველაფერი Formula 1-ის ისტორიაში ოქროს გვერდებში ჩაიწერა. ეს რბოლა ერთ-ერთი ყველაზე სადავო ეპიზოდად დარჩა Formula 1-ის ისტორიაში. გულშემატკივრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ხოლო დისკუსია იმაზე, შეცვალა თუ არა ამ ფინალმა Formula 1-სადმი ნდობა, დღემდე გრძელდება. თქვენ რას ფიქრობთ? 2021 წლის ფინალი სამართლიანი იყო? ვის უნდა მოიგო ეს რბოლა? 2014-2020 წლებში Mercedes-მა დაგვანახა, როგორ გამოიყურება სრული მექანიკური და სტრატეგიული დომინაცია. Formula 1 იყო მათი სამეფო, მაგრამ 2021 წელს ეს სამეფო შეირყა და სწორედ იქ იწყება ახალი ფაზა. Red Bull-ის იმპერია. ფაქტი ერთია, Formula 1 წლების განმავლობაში ასოცირდებოდა გამონაბალქთან, სიჩქარესთან და საწვავის უზარმაზარ მოხმარებასთან. როცა მსოფლიოში ყველა ინდუსტრია გადავიდა ეკომიმართულებით განვითარებისკენ, Formula 1-საც დასჭირდა პასუხი კითხვაზე. როგორ მოქცეულიყვნენ ისინი? პირველი ნაბიჯი იყო ჰიბრიდული ძრავები. 2014 წლიდან ტურბოჰიბრიდული ეპოქის დაწყებამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა საწვავის მოხმარება. დღესდღეობით Formula 1-ის მანქანა ბევრად ნაკლებ საწვავს მოიხმარს და უფრო ეფექტურად იყენებს ენერგიას, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი. ოფიციალური მიზანი 2030 წლისთვის ნულოვანი ემისია, net zero carbon. Formula 1-ის ორგანიზატორებმა 2019 წელს დაისახეს გეგმა. 2030 წლამდე სპორტი გახდეს carbon neutral. ეს ნიშნავს, ყველა ტრანსპორტის, ბოლიდების, მანქანების, სატვირთოების და თვითმფრინავების გადაყვანა ეკო-მოდელზე. ბიოდაშლადი მასალების გამოყენება პადოქში. ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვა გარშემო ინფრასტრუქტურაში. და რაც ყველაზე საინტერესოა, სინთეტიკური საწვავის გამოყენება თვითრბოლის მანქანებში. სინთეტიკური საწვავი მომავლის ბენზინი. ამაზე ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის. Formula 1 არ აპირებს მთლიანად ელექტრონული გახდეს, როგორც Formula E. Formula 1 გეგმავს, რომ 2026 წლიდან გამოიყენოს 100%-ით განახლებადი სინთეტიკურად მიღებული საწვავი, რომელიც არ მოიხმარს ნავთობს, არ გამოყოფს ზედმეტ CO2-ს, მაგრამ ინარჩუნებს ზუსტად იმავე სიმძლავრეს და ჟღერადობას, რაც internal combustion engine-ს ახასიათებს. ეკოსაწვავით გაორმაგდება ელექტრონული ძალა და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება power unit-ები ახალი გუნდებისთვის. ასე რომ Formula 1 არ გვემშვიდობება ხმაურით და ძალით. ის გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მექანიკური სპორტის მომავალი იყოს ეკოლოგიურად მეგობრული. 2026 წლის რეგლამენტში ახალი ენერგეტიკული ბალანსი იქნება. ახალი წესები გულისხმობს MGUK სიძლიერის გაორმაგება, ნაკლები ძალა შიდაწვის ძრავასგან, უფრო ნაკლები კომპონენტები, ნაკლები ხარჯი, ხანგრძლივობით გაზრდილი ძრავის სიცოცხლე. თქვენი აზრით, მომავალში მთლიანად ელექტრონული გახდება Formula 1 თუ შეინარჩუნებს შიდაწვის ძრავას სინთეტიკური საწვავით? რატომ აქვს ამ ყველაფრის მნიშვნელობა? Formula 1 არა მხოლოდ სპორტია, ის ტექნოლოგიური ლაბორატორია. რაც დღეს რბოლაში გამოდის, ხვალ შეიძლება ჩვენს გზატკეცილებზე გამოჩნდეს. შეიძლება 10 წელიწადში თქვენს მანქანებშიც იყოს იმავე ტიპის საწვავი, რაც დღეს Formula 1-ის ბოლიდებში ისხმება. ამიტომ ეკოლოგიური ინიციატივები Formula 1-ში არ არის მოდის გაყოლა. ეს არის ფიქრი მომავალზე, როგორც სპორტისთვის, ასევე მთელი პლანეტისთვის. Formula 1 არასდროს ყოფილა მხოლოდ რბოლა. ის ყოველთვის იყო ტექნოლოგიური შეჯიბრი, ადამიანური საზღვრების გადაკვეთა და მომავლის გამოწვევის პასუხი. ერთ დროს ეს სპორტი იყო ხმა, სუნი და სიჩქარე. დღეს ის არის ენერგია, ინოვაცია და ეკოლოგია. ბოლიდები იცვლებიან, წესები იცვლებიან, ეპოქები იცვლებიან, მაგრამ ერთი რამ რჩება უცვლელი. ადამიანის სურვილი წავიდეს უფრო სწრაფად ვიდრე ოდეს. რა სიტყვით, რომელი ეპოქა უფრო მოგწონთ? ტრადიციული, ხმაურიანი, V12, V10, ვერვაძრავები თუ თანამედროვე ჰიბრიდული და ტექნოლოგიურად დახვეწილი? Formula 1-ის მომავალი არ არის შორი. ის უკვე აქ არის. გამოიწერე არხი, რომ ერთად გავიგოთ, სად მივდივართ შემდეგ.